ქვეყანა, სადაც ყველაზე ცუდი ვითარებაა ჰაერის დაბინძურების მხრივ. კერძოდ, ყველაზე მაღალია ჰაერის დაბინძურების მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებელი. როგორ აფასებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს ქეთი ნადიბაიძე გვეტყვის, ქეთი გისმენთ. ქეთი გარემოს დაცვის უწყებებში ამბობენ, რომ ის დრამატული ვითარება, რაც კვლევის შედეგად დადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ შეესაბამება სინამდვილეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების მხრივ გარკვეული პრობლემები ქვეყანაში არსებობს. ყველა მაჩვენებელი ნორმაში არ არის, თუმცა ამბობენ, რომ ის მონაცემები, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც გამოწვეული არის სწორედ ჰაერის დაბინძურებით და ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიოში შესაძლოა პირველი იყოს, ისინი ამ მონაცემებს არ ეთანხმებიან, აცხადებენ, რომ აპირებენ მიმართონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და მოითხოვონ პასუხით რის საფუძველზე და რა მეთოდოლოგიით იკვლიეს ეს საკითხი და დადეს ეს შედეგი. სტატიაში, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეს მონაცემები არის წარმოდგენილი, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიზეზებად არის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად დაფიქსირებული სატრანსპორტო პრობლემები, ის რომ ქვეყანაში არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე ის რომ ქვეყანაში არის დიდი რაოდენობა ავტომობილების და ის რომ არ არის სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. წელს პირველად საქართველოში დაიწყო სახელმწიფო კონტროლი საწვავის ხარისხზე, გარემოს დაცვის სამინისტრომ თავისი ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით დაიწყო საწვავის ხარისხის შემოწმება. პირველი მონაცემები გვაქვს და აუცილებლად მივაწვით, რა თქმა უნდა, მოსახლეობას რეგულარულად. გვინდა რომ თუ სრული აკრძალვა არა გარკვეული, ესე ვთქვათ, საგადასახადი სისტემა იმგვარად შევცვალოთ, რომ რაც უფრო სუფთა და ახალგაზრდა ავტომობილი, მისი განბაჟება გაცილებით უფრო ნაკლები დაждდეს ვიდრე ძველი. ამ კუთხით ცვლილების პაკეტი უკვე წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში და იმედი გვაქვს, რომ წელს ახალი პარლამენტი უკვე დაამტკიცებს ამ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული კომპონენტების გადაჭარბება მცირედით და მტვერთან დაკავშირებით გვაქვს ხოლმე ზღულად ასაშვებ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ანუ დიდ ქალაქებში. ასეთი კრიტიკული ვითარება საქართველოს ატმოსფერულ ჰაერში ნამდვილად არ არის. შეგვიძლია დავამშვიდოთ მოსახლეობა და მას შემდეგ, რაც ჩვენ დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ამაში მოსახლეობა თვითონ დარწმუნდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით ყოველ 100,000 მოქალაქეზე 300 გარდაცვლილი, სწორედ 300 გარდაცვალების შემთხვევა სწორედ გამოწვეული არის ჰაერის დაბინძურების მიზეზით. ამ ორგანიზაციის ინფორმაციით და კვლევის შედეგებით ეს მონაცემები განპირობებული არის. ამ მონაცემების მიხედვით საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე, როგორც უკვე გითხარით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში საქართველოში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები რეალობას არ შეესაბამება და ისინი აპირებენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან გამოითხოვონ ინფორმაცია, კერძოდ მეთოდოლოგია და ასევე საფუძვლები, რის საფუძველზეც ორგანიზაციამ ეს შედეგები დადო. მადლობთ, ქეთი ნადიბაიძე იყო. შოთა ხიზანიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი